ეს არის სამართალი, რომ შვილს ვერ შეხვდები და შვილის გვერდში ვერ დაიძინებ? ხუთი შვილის დედა გურანდა თათეიშვილი დახმარებას ითხოვს. ქმრისა და ოჯახის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ახლა ქუთაისში ქირით ცხოვრობს, რომელსაც წყალტუბოს მერია უხდის 300 ლარის ოდენობით. თუმცა მას მალე ღიაცის ქვეშ დარჩენის საფრთხე ემუქრება, რადგან 300 ლარად ბინის შოვნა საკმაოდ რთულია. ბავშვები ამ ეტაპზე მინდობით აღზრდაში არიან, დედას კი იმის საშუალებაც კი არ აქვს, რომ მათთან ერთად ერთ ჭერქვეშ ღამე გაათენოს. მე ვთხარი რა ეშველება ამ ბავშვს, რომ დაამთავრებს იქანე ყოფნას მეთქი, მე სადღაც წავიდეს თქვა და თუნდაც ქუჩაშიო. რას ქვია, მე ვთხარ თუნდაც ქუჩაში უნდა დარჩეს ახალგაზრდა გოგო, ანგელოზივით ბავშვი. ქუჩაში მე ვთხარ რომ დარჩეს ვინმე რამეს არ ეტყვის თქვა, აი მაგის პასუხი ვეღარ გამწეს უკვე. ხო და მე როცა შუშუმუპირი ვარ, როცა მარტო ხელა დედა ვარ, როცა 4 შვილი მყავს და თან სოციალური დაბალი ქულა მაქვს, ხო შეიძლება რომ აი ესე აძლევს თავრობა სახს, მაგრამ წამოიყვანე შენი შვილები და იმ შემთხვევაში მოგცემ მე ბინას. სად წამოვიყვანო? თან ბავშვები მეუნება 6 წლის ბავშვი იმას მეუნება დედა რო წამიყვან იქ ლოგინი გვექნება? აი გეფიცები ვეღარაფერი ვეღარ უთხრი ბავშვი რა უნდა მეთქვა? არა მაქვს ლოგინი და ვერ დაგაძინებ თქო. არ მინდა მაგენის საერთოდ არაფერი მე მითხოვ რომ ჩემი შვილების გვერდში დავიძინო. სხვა მეტი მაგენის არაფერი არ მინდა, მაგრამ როდის იქნება ეს? ეგ უგვი აღარ ვიცი. რა მოხდება და როდის იქნება? აი ის აქ რო გადავიდი ახლა ამ ბინიდან მაგალითად გავადრო და დავცალო ეს ბინა, ჩემებთანაც ვერ წავალ. იქ არის ძალიან საშინელება, საღორე, რასაც ქვია. იქ სახლები არა აქვთ, ფანჯარა არა აქვთ, თავანი არა აქვთ, არაფერი იქ არ საერთოდ არაფერი არა აქვთ. და თან 5 ადამიანი ცხოვრობს 2 პატარა ოთახში. სად უნდა მიიყვანო იქ ბავშვი? სად უნდა დააძინო? თვითონ დასაძინებელი არა აქვთ. ოფშკვიჩი. და როცა თუ შეიძლება ისეთი რომ რაღაცა მომიხერხოსკენ, არ მინდა მაგ 300 ლარს თუ არ გადამიხდიან, მომცესკენ. არა აქვს მნიშვნელობა, წყალტუბო ხო იქნება. მომცესკენ, ან ქუთაისში ტორვილების ბინა, ჩემზე მეტი გაჭირებული, ჩემზე მეტი ტორვილი თუ ეყოლებათ მაგერს ვინმე, მითხრასკენ, მაშინ რაღაც წერაკითხვა არ ვიცი, არ ნიშნავს ეს, რომ ადამიანს წიხლი დააჭიროსკენ. დროთა განმავლობაში ის ბავშვი რო წამოვა, რა უთხრა, სახლი არ მქონდა, დედიკო და ვერ წაგიყვანე, თქვა, მე რომ უფრო ხო შემიძულებს ის შვილი. მე რომ უფრო ხო შევძულდები და მე რაღაც მინდა სიცოცხლე, აღარ შვილი, აღარც დედა, აღარც მამა, აღარც ძმა, აღარც ნათესავი და რა აზრია ჩემს სიცოცხლეს. ამ წუთასვე მაქვს ახლა მხოლოდ სოციალური ერთი და მეორე პენსია. სხვა მეტი მე დახმარება არანაირი არა მაქვს და მარტო ხელა დედობის მაძლევენ წელიწადში ერთხელ. ისიც 300 ლარს და ეს 300 ლარი ეხა უნდა ავიღო რომ რამოდენიმე ერთი კვირა მაინც დაჭირდება და ეს ფული მინდა რომ ბავშვებს მიუტარო რაღაცა უყიდო და გავახარო ბავშვები, აი ბავშვების ლუკმას მე როგორ შევჭა. ყველაზე მეტად ვითხოვ რომ არ მინდა მაგენის მოცემული 300 ლარი. მომცესკენ ერთი პატარა ოთახი, რომელიც მოვისვენებ იმ ოთახში და დავიძინებ გემრიელად. ხო შეიძლება ეს რატო უნდა ხდებოდეს ასე რომ ადამიანი ქუჩაში ჩებოდეს, ადამიანს არ ქონდეს საშუალება არაფრის და თან შუშუმუპირი იყოს. არც მაგენის საჭმელს ვითხოვ, მშიერი გავჩერდები, მაგრამ ოღონ პატარა ოთახი მქონდეს ჩემი რომ ხამე გავათიო. სხვა მეტი მაგენის არაფერი არ მინდა. საკითხთან დაკავშირებით ჩვენ წყალტუბოს მერიას დაუკავშირდით, სადაც აცხადებენ, რომ ისინი ქირის თანხის გაზრდას ვერ შეძლებენ და ვერც ბინით დააკმაყოფილებენ მრავალშვილიან დედას. მერიას ამ ეტაპზე აქვს პროგრამა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ინდივიდუალური სახლების მშენებლობის ანდა შეძენა. თუმცა გურანდას ამ პროგრამაში ჩასმაზე წყალტუბოს მერიაში უარი უთხრეს. ასევე უარი განაცხადეს დამატებით კითხვებზე ინტერვიუს ჩაწერასთან დაკავშირებით და მეილით შემოგთავაზეს ურთიერთობა. 2025 წლის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამისათვის 512,600 ლარია გამოყოფილი.
გურან და შუშუმუ პირის სტატუსის მქონეა. ამასთან მძიმე დიაგნოზი აქვს, რის გამოც მუშაობა უჭირს და თავს უმეტესად ეკლესიის დახმარებით ირჩენს. მძიმე ტრაუმის შემდეგ, რაც მეუღლის მხრიდან ძალადობას და შვილის სიკვდილს უკავშირდება, არც მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამდგრადი. ერთადერთი შვილების მომავალზე წუხილი და მათთან ყოფნის სურვილი მატებს ძალას ცხოვრება გააგრძელოს.